ლევან ლორთქიფაინძისა და ნოდარ შარაბიძის დაკავების საგამოძიებო მოქმედებები პროცედურული დარღვევებით წარიმართა აცხადებს ორივე ბრალდებულის ადვოკატი რამინ პაპიძის თქმით ლორთქიფაინძე მოდულის შენობაში იმყოფება, რომელსაც დღეს თავად შეხვდება. რაც შეეხება ნოდარ მჟავანაძეს, იგი ამ ეტაპზე თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული, რომელიც სტაციონარულ მკურნალობას გადის. რამინ პაპიძე ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება დღეისათვის ცდილობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას. გუშინ უშიშროების შენობაში ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგეობის კომისიის ყველა წევრი დაკითხვაზე დაიბარეს. მალხას ფარწენაძე შენობაში 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, მას ძირითადად ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები. უშიშროების შენობაში 2 საათის განმავლობაში მიდიოდა დაკითხვა და კონკრეტულად ის პროცედურები თუ როგორ მიმდინარეობდა ტენდერის გამოცხადება, ამ ტენდერის გამოცხადებამდე რომ თვითონ პრიორიტეტები იყო მოსახლეობის მიერ დასახული და იქიდან გამომდინარე ტარდებოდა ელექტრონული ტენდერის შემდეგ ხელშეკრულებას ვაწერთ მე და გამარჯვებული შეპესეს ხელმძღვანელი, კომპანიის ხელმძღვანელი და აღნიშნულ საკითხებთან იყო ძირითადად დაკითხვები. ეხლა ფაქტურად მუშაობენ იმაზე, რომ მოიპოვონ მტკიცებულებები ძალეულობის დასადასტურებლად და ისევ ძველი ხელწერით მუშაობს. ჩვენ სამართალდამცავი ორგანოები მტკიცებულებები არ მოუპოვებიან ფაქტიურად, ადამიანს ისე აკავებენ და ეს არის უბედურება. არ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები და ისე დააკავეს, იმიტომ რომ 2 დღეა როცა დააკავეს ეს ბრალდებულები, მას შემდეგ იბარებდნენ ადამიანებს მოწვის სახით კითხავენ და დღესაც იმყოფებიან ბათუმში, თბილისში ვარ, მეგონა რომ გამოძიებელი დაწყდებოდა და დღესაც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ და როგორ ატარებენ, რას ატარებენ, კაცმა არის აქედან გამომდინარე, ჯერეთი პროცესუალური ნორმების დარღვევით დააკავეს ადამიანი.